თუ ერთის მხრივ ორგანიზმში მიკროპლასტიკების მოხვედრის არ გეშინიათ და თან პატარაობაში საჭმლიდან ხალხებსა თითაოდ აცლიდით, მინდა გითხრათ, რომ თქვენსა და 7 გზის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონს შორის საკმარისზე მეტი მსგავსებაა. მოდი მაინც დავაზუსტოთ, რომ 7-8 არ არის, 59 კაი ტიპია, ამხელა ფილარმონია ქალი კიდე გაცილებით მეტია ვიდრე მიკროპლასტიკი. ფორმულა 1 დღეს მდიდარი მშობლების ზედგადაკვლული ბავშვების სპორტადაა ქცეული. არა აქამდეც შეძლებული ხალხის სპორტი იყო. უბრალოდ გრიდზე მოხვედრის შანსი მაშინ გაცილებით მეტი ჰქონდათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მამაშენის სოფელში ჭიდან წყლის ნაცვლად ნავთობი არ ამოდიოდა. ზუსტად ასეთ ოჯახში, სტივენიჩში და არა მონაკოში დაიბადა ერთი ჩვეულებრივი ბავშვი. სტივენიჩი პატარა ქალაქია ჰერტფორდშირის საგრაფოში. თუ არ გაგიგიათ ეს ქალაქი, თქვენი პრობლემა არა, მეც. ადამიანი, რომელიც მხოლოდ გეოგრაფიას სწავლობდა სკოლაში, ამ ვიდეოს კეთების დროს გავიგე პირველად. ქალაქის ღირსშესანიშნაობები რა არის, იცით? ფერმა, თეატრი, მოლი და წისქვილი. 1691 წელს აშენებული წისქვილი. სადაც შეგიძლია შეხვიდეთ და გიდი დაიქირავთ, რომ სიტუაცია აგიხსნათ. თეატრი და მოლი რო ამოვაგდოთ, საჩხერეშია ლუისი დაბადებული. აი ზღვა რომ მოაშორო, საჩხერეს გავს გოლის. თან ნამდვილი საჩხერელივით სპორტში რაღაცებსაც ეჭიდება. და ამ ბოლო დროს გაუაზრებლად ღილაკებსაც აჭერს ხელს. ყოველ შემთხვევაში არავინ ელოდებოდა იმ წყნარ ქალაქში მომავალი ლეგენდის დაბადებას. ავტოსპორტი ძვირის სიამოვნება როა, ეს აქამდეც მithქვამს და კიდევ გეტყვით. კარტინგები ძვირია, რბოლა ძვირია, ქვედა სერიებში კარიერის მოწყობა ძვირია, მოგზაურობა ლიცენზია. საბოლოოდ კიდე ეს ნახა თავისუფლად შეიძლება იქამდე ავიდეს, რაც ჩვეულებრივ ოჯახს არც აქვს. და ძალიანაც რომ მოინდომოს ვერც ექნება. ავტოსპორტის პადოქში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ნახავთ, ვინც ქერის ორმოში ცხოვრობს, ან ოჯახის ძალიან ახლობელია ოლიგარქი. სუსტად ამ ეკოსისტემაში მოხვდა ლუის ჰამილტონი. ღარიბი ბავშვის ხვებისგან განსხვავებული კანისფერით, რომელიც მდიდარი ოჯახიდან არ მოდიოდა. საკმარისი მიზეზია ჩაქცეული ოჯახის გაზულუქებული ბავშვებისგან დაცინვა რომ მიიღო, რაც არ კლავს კიდე გაძლიერებს. ლუის ჰამილტონი კიდევ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავშვი, რომელმაც 10 წლის ასაკში ბრიტანეთის კარტინგის ჩემპიონატი მოიგო. ლუისის მამა ენტონი ერთდროულად სამსახურში მუშაობდა იმისთვის, რომ პატარა მრბოლელს კარიერაში ფინანსური პრობლემის გამო პაუზა არ აეღო. ერთ-ერთ ჯობას ოჯახმა გაიჭირვა და ლუის PlayStation 1 აჩუქა. ჰამილტონს იმ მომენტში ახალი ჩაფხუტი უფრო ჭირდებოდა, აიღეს ეს კონსოლი, ჩააბარეს და ახალი ჩაფხუტი იყიდეს. ოღონდ შეღების ფული აღარ დარჩა და ენტონი თავისი ხელით შეღება. ეს ყველაფერი ლუისმა რენდომ ვიდეოში მოყვა მერსედესის არხზე. თან პარალელურად ალბათ ერთ-ერთ ყველაზე კიბო მისიას ასრულებდა დრაივერის ისტორიაში. აბსოლუტ გენია. ეს გახლავთ რონ დენისი. ადამიანი, ვინც უნაირო მაკლარენისგან გენიალური გუნდი შექმნა. მოიყვანა სენა, პროსტი, ლაუდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს კაცი ხართ. 95-ის ფიას დაჯილდოებაზე ხართ, კარაქი ამ პურს მიირთმევთ. უცებ სიბრელიდან გამოდის 10 წლის შავი ბავშვი, ნელ-ნელა გიახლოვდებათ და გეუბნებათ, რომ ახლა ხარ ჩემპიონი გახდა და რორამე თქვენი მანქანებითაც დიდი სიამოვნებით ირბოლებდა. რონმა ალბათ თავზე ხელი გადაუსვა და კიო შვილო, აბა როგორო და ჩაი მოხვრიბა. 3 წლის მერე ტელეფონმა დარეკა და როგორც ჩანს, რონს მართლა მოუნიშნია 10 წლის ბავშვის ნომერი. ჰამილტონი გახდა მაკლარენის ახალგაზრდული გუნდის პროგრამის წევრი. აი დაიცა რაღაცა გავიაროთ ეხა უცებ. რონ დენისი უდგა სათავეში მაკლარენის პროექტს. მაკლარენი, რომელიც 98-ში ხდება ჩემპიონი. ყავთ მიკა ჰაკინენი და დევიდ კულთჰარტი. და ამასთან ერთად შეუძლიათ ყავდეთ ის, ვინც მოუნდებათ. რომელი იდიოტი იტყვის თუნდაც ამათ აკადემიაში მოხვედრაზე უარს. თან გუნდს შეუძლია ნებისმიერი ფულიანი მამის შვილი აიყვანოს და მერე ფული ახდევინოს მამამისს. ამ გუნდის უფროსი ურეკავს ლუის ჰამილტონს და ეუბნება მეო ის კაცი ვარო შენ რომ მოხვედიო და ეხლა თუ გინდა კიდე მოდიო. აკადემია კიდე როგორ შეიძლებოდა ცუდი ჰქონოდა ამ ისტორიულ გუნდს. ყველაფერი სტრუქტურულად იდეალურად იყო გაწერილი, ხოლო გუნდი პილოტისგან მაქსიმუმს ითხოვდა. მოკლედ ყველანაირად ცდილობდა ბრიტანული ფრენჩაიზი, რომ პილოტი ფორმულა 1-მდე უკვე დაღვინებული და გამოცდილი მieყვანა. ავტოსპორტის მწვერვალზე გზის გაკვლებაშიც რასაკვირველია პატარა ლუის დაეხმარნენ. 2005-ში ფორმულა 3, 6-ში GP2, 2007 წელს კიდე გუნდი იადგა, არცაცია არცაცხრა და ეს არსაიდან მოყვანილი ტიპი ორგზის ჩემპიონს სუპერვარსკვლავ ფერნანდო ალონსოს მიუსვა გვერდში. რა დონეზე სერიოზული პილოტის არ უნდა მოდიოდეს ფორმულა 1-ში, აუცილებლად შაბლონური ფრაზა გვაქვს ყველასთვის გამზადებული. მოვიდეს, ისწავლოს, გამოცდილება მიიღოს, მანქანას მიეჩვიოს. რა მანქანას მიეჩვიოს? ტიპი პირველი 9 რბოლა პოდიუმიდან არ ჩამოსულა. რანაირად უნდა მოიგოს დებიუტანტმა 4 რბოლა სეზონში და მის ხალხზე წააგოს ჩემპიონატი. არ დავიწყოთ, რომ ლუისი აქ იმიტოა, რომ 10 წლის ასაკში ვიღაც კაცს ჭამა არ დააცადა. უბრალოდ მაკლარენს ხო უცნაური ჩვევა აქვს, რომ გამოცდილ ტიპს, ვიზეც გუნდის შემოშენება უნდა დაიწყონ, ძალიან დამაიმედებელ ახალგაზრდას მოუყვანენ ხოლმე. პირველივე რბოლიდან გამოჩნდა მთლიანი ალონსო ჰამილტონი რაც იქნებოდა. მოქმედ ორგზის ჩემპიონს 0 რბოლიანი ბიჭი დაუსვეს გვერდით და ავსტრალიაში პირველივე ეტაპზე პოდიუმზე აყვა. ეს სეზონი მეორე მესამეზე დაამთავრეს ჩვენმა ძმა ბიჭებმა თანაბარი 109 ქულით. ერთი ქულა წააგეს კიმი რაიკონენთან, ფერარის ბოლო ჩემპიონთან. ყველაზე მაგარკასთან ფორმულა 1-ის ისტორიაში. ნუ წაგებაც არის და წაგებაც, ეხა ერთი ქულით წაგებას მტერს უსურებ მარტო.
საბოლოოდ გამოვიდა, რომ ლუის ჰამილტონმა თავის სადებიუტო სეზონში სილა აზნა ფერნანდო ალონსოსაც და იმ ხალხსაც, ვისაც მცირედით მაინც ეჭვიებარებოდა ახალგაზრდა ბრიტანელში. პატარა ბავშვს უფრო პატარა დედმამიშვილს რომ მოუყვანენ სახში და ეჭვიანობას დაიწყებს, ხო იცით? აი მაგ ეჭვიანობის ნიადაგზე ფერნანდო ალონსო ადგა და რენოში გადავიდა. სადაც არის კრაშგეითი შენი იქ მიგიყვანს ნელსონ პიკე ჩემიო თუ როგორც არის. მოკლედ ბოლომდე ისე მივიდა საქმე, რომ ლუის კვლავ აქვს მსოფლიო ჩემპიონობის შანსი. ოღონდ ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. გადის მეხუთე ადგილზე და უგებს ჩემპიონატს ფელიპე მასას. წარმოიდგინეთ ხართ მასა, სახში იგებთ რბოლას, საკმაოდ სოლიდური სხვაობით მეორე ადგილთან. გადაკვეთეთ ფინიშის ხაზი, ბედნიერი ხართ, ჩემპიონი ხართ, გიხარიათ, გუნდს უხარია და უცებ ტოიოტა იწყებს ნელას იარულს და ლამპა კიდე პარპალს. ტიმო გლოკი უბრალოდ გადარჩენის რეჟიმზე იყო თავისი სლიკებით წვიმაში. ჩვეულებრივი კინოსცენარი. ლუისი გადის ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ჭირდება და იგებს თავის პირველ ტიტულს, ერთი ქულით. პიტლეინზე კიდე ნიკოლ შერზინგერი დახტის. მოკლედ პატარა ბავშვის ოცნებას ფრთები შეესხა. ლუისი გახდა იმ დროისთვის 23 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ტიპი, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა ფორმულა 1-ში. რაღაც ახალი რო დაიწყოთ, რაღაც უნდა დაამთავროთ. ნუ თუ რა თქმა უნდა მერჯ სორტი არ ხართ. ნენელა ლუისის თვალში მაკლარენის პრიალა ქრომისებრი ნაპერწკალი ქრებოდა. ამას დაუმატოთ ის ფაქტი, რომ 2009 წლიდან მისი უფროსი ძმაკაცი, რონ დენისი, რომელმაც პირადად მიიყვანა ლუისი ჩემპიონობამდე, ფორმულა 1-ის გუნდს ჩაეხსნა. მაკლარენი მაინც სწრაფი იყო. უბრალოდ ისი არა, როგორც ჰამილტონს უდოდა. სუდი პიტსტოპები, სტრატეგიები და არასაიმედო მანქანა. 2013 წელს ლუისთან მოდის გენიალური ტიპი და ეუბნება, რომ გადავიდეს გუნდში, რომელიც სპორტში ბოლოს 3 წელია დაბრუნდა, ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაცას იზამენ. ლუის თავისუფლად შეეძლო ეს ოფერი დაერეჯექტებინა. უბრალოდ ნიკი ლაუდა რომ მოდის შენთან და რაღაცას გეუბნება, ესე იგი ეგრე იქნება. 6 წლიანი მაკლარენის დედაშვილობანას თამაშის მერე 28 წლის ლუისი გერმანულ, მაგრამ მაინც უფრო ბრიტანულ გუნდში გადავიდა. და ამ ნაბიჯის მერე იყო ყველაზე დომინანტური პერიოდი გუნდისთვის ფორმულა 1-ის ისტორიაში. ზედიზედ მოგებული 8 კონსტრუქტორების და 7 პილოტების ტიტული. მოიცა იქ როსბერგის იყო. კაი გამოვაკლოთ ნიკო ამ სტატისტიკას. ისევ 8 კონსტრუქტორი და 7 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. კაი სერიოზულად. ლუისმა მერსედესში შექმნა ეპოქა. გახდა ყველაზე მეტი პოლ პოზიციის ავტორი, ყველაზე მეტი პოდიუმის მფლობელი, მოიგო ყველაზე მეტი გრან-პრი და გაუთანაბრდა ბატონ ფორმულა 1 მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულებში. და კიდე ბავშვობის ძმაკაც PTSD აკიდა. თავისუფლად შემეძლო ეხლა დამეწყო ლაპარაკი თუ რამდენი მოგება უსწრაფესი წრე და პოდიუმი აქვს ლუის მერსედესში ყოფნის პერიოდში აღებული. მერე ვიღაცა გამოვიდოდა და დაწერდა მაგასო მეც გავაკეთებდიო ეგეთი მანქანა რომ ყოლოდაო. სადღაც შემთხვევით სულიერ სიმშვიდე მაქვს ნაპოვნი და ბანძი რეიჯ ბეითები ჩემზე აღარ მოქმედებს. ასე რომ თუ არსებობს ადამიანი, ვისაც გონია რომ ყოველი უქმეებისთვის მანქანა თავისით გამზადდება, დასეთაფდება, საბურავი თავისით დამენეჯმენტდება 50 წრე. 7 წელი ყოლა საბოლოო უქმეებზე კარგ განწყობაზე იქნები. მაშინ შემიძლიათ რონ დენისის ნომერი მოგცეთ. 5-5 73-12. ქარმერჩანტები ვერ ხდებიან რეკორდული რაოდენობის ჩემპიონები. ვერ იგებენ რბოლებს სამი საბურავით. ვერ ჯობნიან კომპიუტერის მიერ იდეალურად დათვლილ დროს სინგაპურის კვალიფიკაციაზე. ქარმერჩანტის სახელს არ ატარებს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის სტარტ-ფინიშის მონაკვეთი, სადაც 9 გამარჯვება აქვს ლეგენდას მოპოვებული. ამ დონის ფიგურა როცა ხარ, ბავშვობაში ყველაზე ედგეჯდა, ვისაც არ ეზარებოდა. მოდი და არ შეიფერო ცხოვრების ყოველი წამი, რომელიც თავიდან ბოლომდე შენი შრომით მიიღე. ნებისმიერი ადამიანი ისე ატარებს თავისუფალ დროს, როგორც თვითონ გაუხარდება. გამონაკლისი არც ლუისია. Old school პილოტები ყველაფერს გააკეთებდნენ off-season-ზე ჟურნალისტებს თვალში ვარ მოხვედრილიყვნენ. ჰამილტონი პირველივე შესაძლებლობაზე დგება და ნებისმიერ Fashion Week-ზე მიდის. არ ვიცი Fashion Week-ი რამდენად შეიძლება რამოდენიმე იყოს. მან საერთოდ რასი ხშირით ტარდება. Research-იც დამეზარა. მოკლედ ძალიან მოდური და ლამაზია ლუისი. მეტკალა რომ მეტკალა ისიც არ ჩაივლის ლუისის გარეშე. თან არა როგორც ერთ-ერთი რიგითი სტუმარი, ესაა თვითონ მეტკალა. 2011 წელს ლუისმა ახალგაზრდა შავკანიანი დიზაინერები დაპატიჟა ივენტზე. ხო შეეძლო უბრალოდ წასულიყო, ეგულავა და წამოსულიყო? არა, იმიტომ რომ ლუისია. არ უნდა ამ ხალხმაც იგივე გზა გაიაროს, რომელიც ცეცხლის გადალახვას თავის დროზე თვითონ მოუწია. ტომი ჰილფიგერის კოლაბების არ დავივიწყოთ. განსხვავებით მაქსისგან, რომელსაც ძალიან უყვარს Red Bull-ის ტანსაცმლის ხაზის Alpha Tauri-ს დარეკლამება და მერე იაზური სათაურების დაწერა Instagram-ზე. სხვები მერჩის ფერებს რო არჩევენ, ლუისი თვითონ არჩევს დიზაინს, ნაჭერს, ფერს, ფაქტურას. ხელოვნების მხოლოდ ამ განყოფილებას როდი დასჭირდა 7 გზის ჩემპიონი. ლუის ძალიან უყვარს ფილმები. სწორედ ამის გამო გახდა თანაპროდიუსერი ფორმულა 1-ის ფილმის. ასევე თავისი პირადი პროდაქშენიც აქვს. ამასთან ერთად აქტიურად ჩნდება დედამიწა გადავარჩინოთ კამპანიებში, ვეგანია და უალკოჰოლო ტეკილას აწარმოებს. ლუის სიტყვა რო ეთქმის და ჯიპში ჩადგომას უბედურად რო შეუძლია, ყველაზე კარგად გამოჩნდა 2022 წლის მაიამის გრან-პრიზე. სადაც ფორმულა 1-ის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პილოტებისთვის უნდა ეკრძალათ სამკაულების დარება. საფრთხეების მიზნით რასაკვირველია. ლუისი ადგადა მთელი უქმეების საშუალო სტატისტიკური ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორივით გაატარა. 3 საათი, 8 ბეჭედი და 7 ყელსაბამი. აბა ვინმეს რამე ეთქვა. ჩემთვის ფეტელს უფრო საინტერესო კამპანია ჰქონდა სუპერმენივით რო დატანალებდა, მაგრამ
საბოლოოდ ორივეს პასუხი საკმარისი აღმოჩნდა უფროსობისთვის. საინტერესო შემთხვევაა სხვათა შორის ლუისის წელზე მოჩიშველი ფოტოების და სამსახურიდან გაყრილი ხალხის შორის თანაფარდობა. ურთიერთდამოკიდებულება ძალიან მარტივია. ლუისის თორავს ნახევრად ჩიშვლ ფოტოს ვიღაცა სამსახურიდან უშვებენ. ასე მოხდა 25 ივლისს, როდესაც ფეტელმა წასვლის შესახებ ინფო დაგვიდო. 20 აგვისტოს, როდესაც რიკიარდო მაკლარენიდან გააგდეს. 22 სექტემბერში აბაზანის სარკის სელფი და მიყოლებით გაყრილი მიკ შუმახერი და ნიკოლას ლატიფი. სხვები არ იკმარდა თავისი ფიზიო ანჯელას წასვლამდე მოასრო გატიტლება. მერე იყო ალპინის ოლი ოუქსის გაგდება და ზედმიყოლებული კრისტიან ჰორნერიც. რემზის გოლის მერე ჩემი საყვარელი გამოგონილი კანონზომიერება ლუისის ფოტოები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა გიკეთებია, არ რას გააკეთებ. ცხოვრება ლიმონს რო გაძლევს რა უნდა გააკეთო? კი, ფერარიში უნდა გადახვიდე. ლუის ჰამილტონს ყოველ ნაბიჯზე ეტყობოდა მერსედესში რომ ბედნიერი აღარ იყო. მოდი და ცხოვრება გიხარო და შენი გუნდი რეგლამენტს რო ჩააგდებს და ჯორჯ რასელი გვეყოლება ასატანი. დოდო კი ესადა მაქსიმალურად ლუისის შენარჩუნებას, მაგრამ მეო ძმაო შენსავი თუ აქო სამუდამოდ ვერ დავრჩებიო. და ასე 2024 წელს სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გავიგეთ რომ მომდევნო წელს ლუისი ფერარიში კარლოს საინზს ჩაანაცვლებდა. რადონის ქვესკნელიც არ უნდა იყოს ფერარი, შეუძლებელია პილოტი გაამთხოვნო იქ გადასვლის გამო. ერთადერთი გუნდი რომელიც სპორტს პირველივე სეზონიდან შეუცვლელად მოყვება. ერთადერთი გუნდი რომელიც ჩვეულებრივ რელიგია და აღიარებული იტალიაში. გითხრა იმ კაცმა გინდა არ გინდა ფერარის ფანი ხარო. ჩვენ კი მივიღეთ ორი უდიდესი სახელის შეერთება ფორმულა 1-ში. 2025 წელს 22 იანვარს ლუის ჰამილტონი ფიორანოზე პირველად დაждდა წითელი ბოლიდის საჭესთან. წითელი ფერის ფერარისთან თორე აქამდე ქრომირებული ყავდა უკვე ნატარები. ხალხი ბუჩქებში და ხეებზე, სოციალურ ქსელებში ყველგან მოუთმენლად ელოდებოდნენ ორი უდიდესი სახელის პირველ გადაკვეთას. პატარა ბიჭი სტივენიჯიდან, რომელსაც თავის დროზე ისიც არ ჰქონდა გარანტირებული რომ კარტინგების მერე კარიერას გააგრძელებდა. პატარა ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება დაცინვის ობიექტი იყო. პატარა ბიჭი, რომელმაც კარიერა იმით გადაარჩინა, რომ იმ დროინდელ ყველაზე გავლენიან კაცს ჭამა არ აცადა. აი ეს ადამიანი გახდა იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის. განურჩევად გულშემატკივრისა თუ ბირჟავიკისა. მარანელოს წინ F1-სთან გადაღებულ ფოტოს თუ შეხედავთ და სპორტის 80 წლიან ისტორიას ვერ დაინახავთ, აშკარად პრობლემები გაქვთ. ჰამილტონი ყველაფრის რეკორდსმენია. უბრალოდ ამ ყველაფერს ერთი რაღაც აკლია. ბოლო ქვა თანოსის ხელთათმანში, ბოლო ნაწილი ფაზლში. გამოწვევა, რომელიც თავის დროზე სებასტიან ფეტელმას დაუწესა თავის თავს, მაგრამ ამაოდ. ძნელი სავარაუდოა, რომ ლუისის სახელს ფერარიში გადასვლამდე ვინმე დაივიწყებდა, მაგრამ რაღაცნაირად სახელის უგდავყოფა ფერარის ჩემპიონი რო ხდები. კიდე იცით ვინ ვერ დაივიწყებთ ლუისის სახელს? უამრავი ქალბატონი მისი წარსულიდან. ლუის ჰამილტონის ურთიერთობების ისტორია უფრო საინტერესოა, ვიდრე ზოგიერთი ფსევდო სახელმწიფოსი. იმდენი და ისეთი სელებრიტები არიან, ფიზიკურად მეც კი ვერ ვიტყვი, რომ ეს ხალხი არ მეცნობა. ნიკოლ შერზინგერთან იყო 7 წელი. ნიკოლ შერზინგერი იცით რომელია? Big Time Rush-ში ჯეიმს ცოლად რო უნდა მოეყვანა და გუსტავოს ტელეფონი ესროლა. მერე ჯიჯი ჰადიძე გადააყოლა გული. რიანასთან ერთად იყო ბარბადოსში. ადამიანი მართლა თუ არ მოგწონს ბარბადოსში რატო უნდა გაყვე? არა, კაი ბარბადოსის პროგულკა კი გასწორებდა, მაგრამ მაინც. კენდალ ჯენერი, დავიმახსოვროთ ეს კარგად. პიკეს დაშორების მერე შაკირა, სოფია ვერგარა და ამ ბოლოს ყველაზე აქტუალური კიმ კარდაშიანი. წყვილი ერთად იყო სუპერბოულზე, იაპონიაში ლუისის გადაღებებზე. არ ვიცი ჩემ ვიდეოში ესეთ რაღაცებზე როგორ უნდა ვილაპარაკო. ლუისი ფერარიში იხჭობოდა და გუნდმა დიდი სილიკონი აჩუქა რომ ამოტივტივებულიყო. აღარ ვიზამბოდი. ყველა მიცით რომ ფერარი დამკლეილ დღის მერე სახში დაპარკინგებული ჩუსტები, ზაფხულში ბალიშის გრილი მხარე და ჩამოსასხმელი ნაყინის კონუსის ბოლო ნაწილი არა. კიმი რაიკონენის 2007 წლის მერე სკუდერიას მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. პილოტების ხარისხს არასდროს უჩიოდნენ იტალიელები. უბრალოდ თავიანთი ცუდი გადაწყვეტილებები იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რის გამოც გაიწელა ეს 20 წელი ასე მშრალზე. რამდენადაც მაგარი არ უნდა იყოს შეუძლებელია არაადეკვატური გუნდის ჩემპიონი გახდე. ეგ კი არა 2025-ის ლუისის ინტერვიუები დღემდე არ მაქვს ნანახი. ცხოვრების ხალისი დააკარგინეს ტიპს. უბრალოდ მიზანი გახდე წითელი მანქანით მსოფლიო ჩემპიონი, გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე კარიერაში პირველი უპოდიუმო სეზონის ჩამთავრება და იმის მოსმინა თუ როგორი არაფრის მომცემი ხარ. წელს ფერარი მახალი ფურსიდან დაიწყო ყველაფერი. რეგლამენტმა შეცვალა ბოლიდები და ისე აღმოჩნდა რომ ფერარი დღეს მეორე მანქანა აგრიძე მერსედესის მერე. აი რომ მშვენიერი აქვთ. ძრავს აქვს მცირედი დეფექტები, მაგრამ გვაიმედებენ რომ კიდე მეტის პოტენციალი გვაქვს. მე ამ ყველაფრის ამჯერა. უბრალოდ მინდა რომ ლუისმა გამარჯვებებისთვის იბრძოლოს. სეზონი ნორმალურად დაიწყო, პირველი პოდიუმი წაიღო ჩინეთში. ავსტრალიაშიც გაიღო. სუზუკაზე ავიტანთ. ლუის ჰამილტონმა მისი მთლიანი კარიერა ისეთ ოთახებში გაატარა, სადაც ერთი შეხედვით არც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ისე დაალაგდა სიტუაცია, რომ მასზე უკეთესი ზოგმა შეიძლება ვერ ჩამოთვალოს, ან თუ ჩამოთვლის ერთ ხელზე მყოფი თითებიც ეყოფა. მაკლარენი ოცნება იყო, მერსედესი ლეგასი. ახლა კარიერის ბოლო წრეებია ჩასახური, ისე როგორც სერ ლუის ჰამილტონს ეკადრება. დიდება დასაბრუნებელი წითლებში. ამის გასაკეთებლად კიდე ეს კაცი ყველაფერს რო გაიღებს, ეგ წინა სეზონშიც ვნახეთ. დამშვიდობების დროც მოსულა. შემდეგ ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ, გაკოცეთ ჩუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.